გამარჯობათ, ეს არის mindset მინდია გაბიჩვაძესთან, მე ვარ მინდია გაბიჩვაძე და დღეს მინდა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ალბათ ყველა ჩვენგანს გაგვიგია ან გაგვიცდია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის თემა, რომელზეც თითქმის ყველა საუბრობს მსოფლიოს ირგვლივ, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ სფეროში, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, არამედ გარეთ, ირგვლივ ყველა, აი თუნდაც მსახიობები, სელებრიტები, თითქმის ყველა ამ თემაზე საუბრობს. და მე გადავწყვიტე, რომ ამაზე ვისაუბრო არა იმიტომ, რომ უბრალოდ ეს პოპულარულია, არა იმიტომ, რომ ეს არის ძალიან გაურკვეველი. ასევე ეს მდგომარეობა მე ყოველ დღე მხვდება ჩემს ირგვლივ, ეს არის ჩემ მეგობრებში, ოჯახის წევრებში, ახლობლებში. ეს არის burnout-ი, ანუ გამოფიტულობა. და რატო გადავწყვიტე ამაზე საუბარი, რომ რას მივხვდი? მივხვდი რამდენიმე ჩემს ირგვლივ ყოფ ადამიანებთან საუბარში, რომ ეს უკვე გაურკვეველი იყო ზუსტად რა არის burnout-ი. რას ნიშნავს როგორ უყურებთ, როგორ დაიწყო და დღეს როგორ განვიხილავთ ამას. აი მაგალითად შეიძლება დილით გაიღვიძო და გეძინოს 8 საათი. მაგრამ მაინც ისეთი დაღლილი გრძნობდე თავს, რომ თითქოს არც კი დაგისვენია. შეიძლება არაღარფერი გიხაროდეს, ისე იყოს მთელი დღე. მესიჯებსაც ძალიან დაგვიანებით პასუხობდე. ხან გინდა ხალხთან ყოფნა, მაგრამ ასევე გინდა რომ ყველას გამოეცოლო. ყველაზე შესწავლი რა არის, იცი რომ შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს რომ ცუდად ხარ. იმიტომ რომ ფაქტიურად იღიმი, მუშაობ, ფუნქციონირებ, მაგრამ შინაგანად ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შენი ნერვული სისტემა გაღიზიანებულია, აფორიაქებულია და ჩუმად გეუბნება, რომ მე აღარ შემიძლია. უნდა გაჩერდე. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ბევრი ადამიანი განიცდის. თუ იცი რა, ცოტა შევცვლი, ალბათ ყველა ჩვენთაგანი გარკვეულ პერიოდში ამ მდგომარეობას გავვალთ. მაგრამ ძალიან ცოტა ჩვენგანს შეგვიძლია ამას სახელი ვუწოდოთ. ყველას გონია, რომ ეს არის მხოლოდ დაღლილობა. ეს არ არის დაღლილობა, ეს არის ემოციური გამოფიტვა. ანუ burnout-ი. ერთი რამე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ კი, ყველას ვეთანხმები, რომ burnout-ი მხოლოდ დაიწყო სამსახურთან და კარიერთან დაკავშირებით ამოცნობა ფსიქოლოგიურ სფეროში. ბევრი ჩვენთაგანი კიდევ ამას კარიერულ სტრესთან ან სამსახურისგან დაღლილობასთან აკავშირებს. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება დღეს უკვე უბრალოდ ამას აღარ უყურებს როგორც მხოლოდ კარიერასთან დაკავშირებული. უფრო ფართოდ განვიხილავთ ამას და ნამდვილ ემოციურ გამოფიტვას უწოდებთ. აი რომ შევხედოთ მაგალითად ადამიანი შეიძლება ემოციურად გამოიფიტოს არა მხოლოდ სამსახურისგან, არამედ მუდმივი ფსიქოლოგიური დატვირთქვისგან. რას გულისხმობ ამაში? აი მაგალითად ოჯახური კონფლიქტები, ირთიერთობის ქრონიკული დაძაბულობა, ავადმყოფ ადამიანზე მუდმივად ზრუნვა, ფინანსური გაურკვევლობა, მუდმივი ნეგატიური ინფორმაცია, პოლიტიკური და სოციალური სტრესი. ან თუნდაც უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია ყველას შენს ირგვლივ ემოციურ ტვინს ატარებ. ეს ყველაფერი შენ ნერვულ სისტემას გადაყავს ისეთ მდგომარეობაში, რომ უბრალოდ გამოსვლას ვეღარ პოულობს. როცა ნერვული სისტემა ძალიან დიდხანს გადარჩენის რეჟიმში რჩება, ადამიანი ნელ-ნელა იწყებს შეცვლას. აქ ჩვენ ფაქტიურად ვიწყებთ ემოციურ გაყინვას. ხდები გაღიზიანებული. კონცენტრაციის გაძნელება იწყება. დაღლილად გრძნობ თავს, რომელსაც ფიზიკური დასვენებაც არ ცვლის. საკუთარ თავში იწყება ჩაკეტვა. და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს საერთოდ გათიშული ხარ. შენ ცხოვრებაშიც კი არა ხარ ჩართული. ფაქტიურად ხანდახან შენ თავს ხედავ თითქოს გარეთ ახარ, შენი ორგანიზმიდან გარეთ აღარ გამოსული. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის და ძალიან რთული საკითხია, რომ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი, როდესაც ამ მდგომარეობაში ვართ, ამას ვაფიქსირებთ როგორც საკუთარ სისუსტეს. და არ უყურებთ, რომ ეს არის ნერვული სისტემის გადატვირთის შედეგი.
კიდევ ამას ემატება მეორე მხარე, რომელიც სხვათა შორის რთული ასახმელია. ეს არის თაობებს შორის არსებული გაუგებრობა ამ საკითხთან დაკავშირებით. აი ეს მე ძალიან ხშირად დამინახია საქართველოში. უფროსი თაობა გაიზარდა იმ გარემოში, სადაც ემოციებზე საუბარი არ იყო ახალისებული. სადაც ფაქტიურად არავინ არ გვასწავლიდა იმის არტიკულაციას, თუ რა ხდებოდა ჩვენს სხეულში, ან რა ემოციებს გვგრძნობდით. აი მაგალითად, თუნდაც ენით შევხედოთ ქართულ ენაში, ეს ბარიერა იქაც კი არსებობს. მაგრამ ამის მიხედვით ჩვენთვის გასაგებია, როდესაც ვიძახით, რომ ვიღაცა გადაღლილია. მაგრამ როდესაც ვიტყვით, რომ ვიღაცა არის ემოციურად გამოფიტული, ამ burnout-ი, ბევრისთვის ეს არის უცხო, მით უმეტეს უფროსი თაობისთვის. გადაღლა ფიზიკური მდგომარეობაა. გამოფიტულობა კი სულიერი და ნერვული სისტემის სრული გათიშვაა. ნამდვილ ემოციურ გამოფიტვას არ უერთდება სიზარმაცეს ან დრამატირებას. ეს ფაქტიურად არის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური კრიზისი. ზუსტად ამაზე მინდა გავამახვილოთ დღეს ყურადღება და თქვენთან ერთად ვისაუბრო, რომ რა ხდება twin-ში, რატომ ვიფიტებით ემოციურად და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი რაც არის, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი საკუთარი თავი, როგორ დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, სადაც ვიყავით აქამდე. როგორც უკვე ვახსენე, ემოციური გამოფიტვა უბრალოდ ბევრი მუშაობა არ არის. ეს არის მდგომარეობა, როცა ნერვული სისტემა იმდენ ხანს ცხოვრობს დაძაბულობაში, რომ ნელ-ნელა რეგულაციის უნარს კარგავს. აი მაგალითად წარმოიდგინე მანქანა, რომელიც თვეებია ძრავის გამორთვის გარეშე მუშაობს. ერთ დღეს ეს მანქანა უბრალოდ გადახურდება და გაჩერდება. ზუსტად ასე მუშაობს ჩვენი ნერვული სისტემა. მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში პრობლემა ის არის, რომ სტრესი არ სრულდება. ყოველთვიური გადასახდები, პოლიტიკური დაძაბულობა, ეკონომიური გაურკვევლობა, სოციალური წნეხი, მოთხოვნა, რომ სუძლიერი, პროდუქტიული და წარმატებული იყო. ეს ყველაფერი მუდმივად რაღაცის მოლოდინშია ჩვენი ნერვული სისტემა. ზუსტად აქ იწყება ფსიქოლოგიური გამოფიტვის დაწყება. არის ესეთი თეორია, პოლივაგალური თეორია, როდესაც აღწერს, რომ სტრესის ქრონიკულ მდგომარეობაში ნერვული სისტემა ერთ მომენტში გაშეშების მდგომარეობაში გადადის. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ადამიანს შეიძლება გარედან ისე ფუნქციონირება შეეძლოს, მაგრამ შინაგანად თითქოს ყველაფერი ნელ-ნელა იყინება. სწორედ აქ ჩნდება ის ფრაზები, რომელიც ჩვენ ალბათ გაგვიგია ან თვითონ გამოგვეთქვია, რომ აღარაფერი მიხარია, აღარაფერი მაინტერესებს, უბრალოდ ყველაფრისგან დავიღალე. და ყველაზე მტკივნეული, იცით რა არის, რომ ყველა ჩვენთაგანს გონია, რომ რაღაც დამემართა. რომ ჩემი საკუთარი თავი დავკარგე, რომ რაღაც გაფუჭდა ჩემში. არ ვაძლევთ ამას იმის საშუალებას, რომ გავიგოთ, რომ ეს არის ტვინის პირველ რიგში ტვინის თავდაცვის რეაქცია, რომ ჩვენი ნერვული სისტემა მესიჯს გვაძლევს. ნერვული სისტემა ფაქტიურად გვეუბნება, რომ მე მამდენი ემოციის გადამუშავება აღარ შემიძლია. ამიტომ შენ თუ არ გაჩერდები, მე გაგჩიშავ. აი ამიტომ მინდოდა გამახვილებინა, რომ ეს არ არის სიზარმაცე, ეს არ არის სისუსტე, ეს არის გადატვირთული ნერვული სისტემის ცდელობა, რომ როგორმე გადაგარჩინოს და გაგაჩეროს. რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ საკუთარ სხეულს არ უსმენთ. გვაქვს იმის საშუალება, რომ ნებისმიერ ადამიანს ჩვენს ირგვლივ ან ნებისმიერ რაღაცას მოусმინოთ, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავს არ უსმენთ. შევხედოთ, რატომ ვართ ესეთი დაუცველები დღევანდელ დღეს. ეს უფრო მეტ პასუხს გაგცემს ალბათ რა ხდება. ევოლუციური თეორიის თანახმად ადამიანი განვითარდა გარემოში, სადაც სტრესი ტალღისებურად იყო მოდიოდა ჩვენთან. აი მაგალითად რაღაც საფრთხე გამოჩნდებოდა, ხო? აი ძალიან უკან წავიდეთ. მაგალითად რაღაც გარეული ცხოველი გამოჩნდებოდა. სხეული ამ პერიოდში აქტიურდებოდა, რომ შებრძოლებაში შესულიყო. მაგრამ როგორც კი საფრთხე გადავივლიდა, ნერვული სისტემა დასასვენებლად ბრუნდებოდა.
ეს ხდებოდა ფაქტიურად დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ დღეს საფრთხე ფსიქოლოგიურად მუდმივად არის ჩვენთან, ჩვენს ირგვლივ. მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად უსაფრთხოდ ვართ სახლში, ჩვენი ტვინი არ ჩერდება. იმიტომ რომ ჩვენ მთელი დღე აი ამას ვაკეთებთ. ეხლა ეს რას იწვევს? ამაზეც ნეირომეცნიერებამ გააქვსა პასუხი, კვლევებმა გვაჩვენებს, რომ ჩვენ ტვინს აქვს ეგრეთ წოდებული ნეგატიურობის მიკერძება, negative bias. ეს ნიშნავს, რომ აი ეს მონაკვეთი, რომელსაც მე ძალიან ხშირად ხმარობ, ამიგდალა, ტვინის განგაშის ცენტრი, 5-ჯერ უფრო მეტად რეაგირებს ცუდ ამბავზე, ვიდრე კარგზე. ევოლუციურად ეს გადარჩენაში გვეხმარებოდა, მაგრამ დღეს ამ ყურადღების ეკონომიკის ეპოქაში ალგორითმები სპეციალურად გვაწვდიან იმას, რაც გვაშინებს, რადგან შიში ყველაზე ძლიერი წებოა ყურადღებისთვის. ამის გამო ჩვენი ნერვული სისტემა მუდმივად აქტიურია. განსაკუთრებით ყოველთვის ჩვენ ვსკროლავთ ნიუსებს, კითხულობთ კომენტარებს, ნერვიულობთ ყველაფერზე ჩვენს ირგვლივ, ომებზე, ეკონომიკაზე და ჩვენი სისტემა ვერასდროს ასწრებს ბოლომდე დამშვიდებას. აი მაგალითად, მოდი ერთ ფაქტს შევხედოთ. აი ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ნეგატიურზე უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე პოზიტიურზე. აი მე მაგალითად ეს გამომიცდია. დილას, როდესაც სახლიდან გავსულ ვარ, და თუ ყავაზე, როდესაც შევსულ ვარ და ვიღაცა აიქცუ რაღაც ან ბარისტა ცუდად მომეპყრო, ან დიდი რიგი იყო, ეს იმდენად გაღიზიანებული, იმდენად გამაღიზიანა, რომ შემეძლო, რომ ვიღაცისთვის და ამერიკა მომეყოლა და ფაქტიურად აფორიაქებაში შევყავარ. ოფისშიც რო შევსულა, პირველი ეს მithქვია, რომ აუ შენ არიცი რა რთული დღე მქონდა. მაგრამ არასდროს ძალიან იშვიათად თუ მე გავამახვილებ ყურადღებას, თუ რა ლამაზი ყვავილი დავინახე გარეთ რო გამოვედი. როგორი ლამაზი პატარა ბავშვი სკოლაში რომ მიდიოდა, რა ლამაზები იყვნენ ბავშვები სკოლაში რომ მიდიოდნენ. ან ვიღაცამ თუ გამიღიმა გზაში. ამაზე ჩვენ უბრალოდ იმ წუთას დავაფიქსირებთ, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ეს ყველაფერი დამშვიდებაა ჩვენი ნერვული სისტემის და ჩვენი ტვინის, როდესაც ასევე დროს მივცემთ გარკვეულ პოზიტიურ ქცევას ამ ფაქტორებს ჩვენს ირგვლივ. აქ კიდევ ერთი ფაქტორი შემოდის გამოფიტვასთან დაკავშირებით. ეს არის კოლექტიური სტრესი. ეს მინდა გავამახვილო იმისთვის, რომ განსაკუთრებით ქართველებისთვის ეს თემა ძალიან ღრმა არის. მე მაგალითად იმაზეც კი მიფიქრია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ჟღავნებს გადაწვის ნიშნებს. როდესაც მე მისაუბრია განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადია ქართველ ახალგაზრდებთან. ისე ქვეყანა, როგორც საქართველოა, სადაც თაობებს გამოვლილი აქვთ მუდმივი არასტაბილურობა, ეკონომიკური შოკი, კოლექტიური ტრაუმები. ამ პერიოდში ნერვული სისტემა და ჩვენი ტვინი სწავლობს, რომ იყოს მოლოდინის სფეროში, რომ რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდება. ამის გამო ჩვენ მუდმივად ვარ დაძაბულები და ველოდებით რაღაც დარტყმას. თუ ყველა არა, უმრავლესობა ჩვენგანი საქართველოში გადარჩენის რეჟიმში გავიზარდეთ. გვასწავლიდნენ როგორ გაგვეძლო და როგორ არ დავლეწილიყავით, გაფუჭებულიყავით, როგორ თუნდაც ჩაგვეხლაპა ჩვენი ემოციები და ცხოვრება გაგვეგრძელებინა. ჩვენთვის ფაქტიურად არ უსწავლებიათ, როგორ აღვიდგინოთ თავი მუდმივი ბრძოლის შემდეგ, ან როგორ მივცეთ ჩვენ თავს ემოციური დასვენება. ზუსტად აი ეს კვლევები ამას აჩვენებს, რომ როდესაც სისტემა გადატვირთულია, ჩვენ ასევე ვკარგავთ თანაგრძნობის, ფაქტიურად ემპათიის უნარს. რატომ? იმიტომ რომ გადარჩენის რეჟიმში მყოფ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის დაცვის რესურსი აქვს. აი ზუსტად ამიტომ არის, რომ ძალიან ხშირად
თაობებს შორის ხდება გახლეჩვა. უფროსი თაობა, რომელიც გაეზარდა გარემოში, სადაც ემოციების გამოხატვა სისუსტედი თვლებოდა, ხშირად ვერ ხვდებიან, რომ რატომა ახალგაზრდა თაობა ასე გამოფიტული და რატომ ყველაფერზე ლაპარაკობენ და რატომ ყველაფერს აღნიშნავენ. ძალიან ხშირად მსმენია ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ ომი გამოვიარეთ და არ წავქცეულვართ და ამათ რა უჭირთ. ამათ არაფერი არ უჭირთ. ჩვენ უბრალოდ ამ სტრესს კიდე ერთად ვატარებთ, სახელი არ დაგვირქვია და ძალიან ხშირად ეს აგრესიაში და ანგულგრილობაში გადადის. არ მინდა მხოლოდ ნეგატიური მხარეც და მხოლოდ დაძაბულად ვისაუბროთ ამ თემაზე. რადგან კვლევა და მეცნიერება მაჩვენა, რომ ჩვენ ნერვულ სისტემას განსაკუთრებით ტვინს აქვს აღდგენის ფენომენალური უნარი. თანამედროვე ნეირომეცნიერება ამას ნეიროპლასტიკურობას უწოდებს. ეს არის ზუსტად ჩვენი ტვინის უნარი, რომ შეცვალოს თავისი სტრუქტურა, შექმნას ახალი ნეირონული კავშირები და გადაეწყოს სიმსვიდის რეჟიმში. თუნდაც მაშინაც, როდესაც შენს ირგვლივ ქრონიკული სტრესი არსებობს. მინდა გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერების მიხედვით განკურნება არ ხდება ერთი დიდი დრამატულ მომენტში. ის ხდება ნელ-ნელა, თანმიმდევრულად და რაც თავარია, ურთიერთობების მეშვეობით. რატო ვამახვილებ ურთიერთობას განსაკუთრებით აქ? ჩვენი ნერვული სისტემა სოციალურია. ჩვენ ერთმანეთის მეშვეობით შვიდდებით. ფსიქოლოგიაში ამას კორეგულაცია ჰქვია. კვლევები აჩვენებს, რომ ერთი ემოციური უსაფრთხო საუბარიც, სადაც შენი ესმის ადამიანს, ეს უფრო მეტად აგდებს კორტიზოლის დონეს, ვიდრე საათობით მარტო ყოფნა და ფიზიკური დასვენება. ზუსტად ამიტომ რაზე ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ გადაწვის, ბერნაუთის დროს ყველაზე საშიშია იზოლაცია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შენ გგონია, რომ ეს შენი ტვირთი მხოლოდ შენია და მხოლოდ შენ გადიხარ. ბერნაუთს ძალიან ხშირად პოლიტიკაშიც იყენებენ. ძალიან ხშირად დიქტატორულ რეჟიმში ამას პირიქით უფრო ავრცელებენ. იმიტომ რომ ხალხი ფაქტიურად იზოლაციაში რჩება. და იზოლაციის დროს უკვე შენ ეძებ გამოსავალს ვიღაცისგან ან ვიღაცაზე დაყრდნობას. და ზუსტად ამ პერიოდში ის დიქტატორული რეჟიმი შენ გეუბნება, რომ მე მაქვს გზა, რომ დაგეხმარო, როგორ უნდა გამოხვიდე. მე გასწავლი ან მე გაგიკეთებ ამას. და ჩვენ ფაქტიურად ერთმანეთს შორტებით. ასევე დიქტატორ რეჟიმს რისი ეშინია. კი მათ აწყობთ, რომ იზოლაციაში იყვნენ ხალხი, მაგრამ როდესაც ეს გამოფიტული ხალხი გაერთიანდება და კოლექტიურად შეაფასებს თავის მდგომარეობას და ერთმანეთს გაუზიარებენ და თუნდაც გაზიარებას თავგაუნებოთ, თუნდაც რომ დაინახავენ, რომ მარტო არ არიან, აი ზუსტად მაშინ ხდება გამოფიტულობიდან გამოსვლა, იწყება განკურნება. და ეს სხვათაშორის ბევრს არ აწყობს. კონკრეტულად შევხედოთ, რა ეხმარება ამ სისტემის დარეგულირებას. რას გულისხმობ, რაზე მინდა ეს საუბარი, ეს არის ძილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადი საქართველოში მე ყოველთვის შევამჩნია, რომ თუ ყველას არა, 90% ქართველებისას ეს აქვთ არარეგულირებული. ძილი არის ბიოლოგიური რესტავრაცია. ძილის პერიოდში, მარტივად რო ვთქვათ, რა გვაჩვენა ერთ-ერთმა კვლევამ. ერთმა არა, ბევრმა კვლევამ. ტვინში ირთვება ეგრეთ წოდებული გლიმფური სისტემა, რომელიც ფაქტიურად რეცხავს ტოქსინებს და ამუშავებს ემოციურ ნარჩენებს. ქრონიკული უძილობა ან არეული ძილი პირდაპირ კავშირშია შოშ-ფოთვას და გაღიზიანებასთან. ძილის სიყვარული ან შენი თავისთვის უფლების მიცემა, რომ დაიძინო, ეს არ არის სიზარმაცე. ეს არის ფაქტიურად შენი ტვინის რემონტის გაკეთება. ყველა საათი, ძილის საათი გვაძლევს 2 საათს ენერგიას. ფაქტიურად იმიტომ არის ნათქვამი, რომ 6 და 8 საათამდე უნდა გვეძინოს, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი გვაქვს 12-დან 16 საათამდე ენერგიის საშუალება, რომ მთელი დღე ჩვენ დღის განმავლობაში შეგვეძლოს ფუნქციონირება.
მეორე ფაქტორი, რაც ასევე მოქმედებს, ეს არის სტიმულაციის შეზღუდვა და ყურადღების ჰიგიენა. ჩვენი ნერვული სისტემა არასდროს არ იყო და არ არის შექმნილი იმისთვის, რომ 24 საათი ინფორმაციას ამუშავებდეს. ნეიროფსიქოლოგიური თეორიის თანახმად, ეს მუდმივი სკროლვა და ნიუსები twins აიძულებს დარჩეს ჰაიპერსიფხიზლის მდგომარეობაში. დღეში სულ რაღაც 15 წუთი ტელეფონის გარეშე, თუნდაც ბუნებაში გასვლა, ან უბრალოდ სიჩუმეებში გაჩერება საშუალებას აძლევს ჩვენ ამიგდალას, რომ ცოტათი დამშვიდდეს. ამასთან დაკავშირებით, მინდა რაღაც შემოგთავაზოთ mindset-ის ჯგუფს, ჩვენ ოჯახს. მოდი აი ხვალიდან დავიწყოთ ეს 15 წუთით პროცესი. ყველა ჩვენგანმა. და მე ერთი რაღაცით გავაკეთებ jump starts, დაწყებას ამის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენთაგანი დამეხმარებით იმაში, რომ შენი სხეული, შენი ნერვული სისტემა იმსახურებს 15 წუთს რომ გამოუყო იმას. იმიტომ რომ ის მთელი ცხოვრება შენ გეხმარება. მოდი ყოველ ჩვენთაგანმა დავიწყოთ 15 წუთიანი ტელეფონის გადადების პროცესი. და ამაზე გაუზიაროთ ერთმანეთს. აი მაგალითად ამ ხანაგებს მივწეროთ, ან ისინი შემოვიყვანოთ ამ იმაში, რომ 15 წუთი ყოველ დღე ჩვენ ტელეფონს გამოვთიშავთ ან გადავდებთ. თუ გინდა ეს იყოს დილას, თუ გინდა ეს იყოს საღამოთი. და ვნახოთ რა შედეგს გამოიწვევს ეს ერთი თვის მერე. მესამე ფაქტორი არის ფიზიკური განმუხტვა. სტრესი არის ენერგია, რომელიც ხელში იჭედება. კვლევები გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, სიარული, გაჭიმვა, თუ ღრმა სუნთქვა, ბიოლოგიურად ეუბნება twins, რომ საფრთხემ გაიარა. მოძრაობა სტრეს გარდაქმნის მოქმედებად და არ აძლევს მას საშუალებას, რომ ჩვენ ორგანიზმში სადმე ჩაჯდეს. ბოლო ფაქტორი არის თვითთანაგრძნობის ძალა. ძალიან ხშირად ჩვენ ვართ ჩვენი თავის ყველაზე სასტიკი კრიტიკოსები. როდესაც ჩვენ თავსთან კრიტიკულად შევხედავთ და ვეუბნებით, რომ რატო ვარ ასეთი სუსტი, კიდევ უფრო მეტად აქტიურებს საფრთხის სისტემას. პირიქით, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა და აღიარება უნდა გქონდეს, რომ უბრალოდ დაღლილი ვარ და მინდა დასვენება. მინდა გახსოვდეთ, რომ განკურნება არ ნიშნავს იმას, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებ და ძველი ენერგია დაგიბრუნდება. განკურნება ნიშნავს საკუთარ ნერვულ სისტემასთან ახალი, უფრო ნაზი ურთიერთობის დაწყებას. ბოლოს მინდა ერთი რაღაცა ფაქტორით დაგტოვოთ. როგორც თავიდან დავიწყე, ალბათ გავიგეთ უფრო მეტად, რომ burnout-ი არ არის მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული. ეს არის ემოციური გამოფიტვა. მინდა გახსოვდეს, რომ შენ არ გჭირდება ბოლომდე რომ გატყდე, იმისთვის რომ გაჩერდე. იმისთვის რომ შენ სხეულს, შენ ნერვულ სისტემად ტკბილად მოეფერო და კარგად მიუდგე. შენ ასევე არ გჭირდება ნებართვა. ვინმესგან რომ დაიღალე. არ გჭირდება რომ მუდმივად ძლიერი იყო. ზოგჯერ შენელება, რაღაც გარკვეული საზღვრების დაწესება, თუნდაც ტელეფონის გამორთვა, სამყაროსგან ცოტა ხნით მოშორება არის აუცილებელი და ეს არ არის სისუსტე. ერთი განსაკუთრებული ფაქტორი, რაც მე ვისწავლე თვითონ ამ პროფესიის განმავლობაში იყო, რომ რომელიც საქართველოს შეხოთაშორის ძალიან გვიჭირს არას თქმა, მაგრამ ერთი რაღაც გახსოვდეს. როდესაც იძახი არას, შენი თავისთვის, შენ რაღაცას ეუნები კის. აი ზუსტად burnout-ში გვჭირდება, რომ ძალიან ბევრი არა ვთქვათ და ჩვენ თავს უთხრათ კი. იმედია, რომ დღეიდან შენ შემომიერთდები ამ გზაზე და შენ თავს მიცემ იმის უფლებას, რომ დაისვენოს ემოციურად. ეს არის ნერვული სისტემის გადარჩენის ცდელობა. დიდი მადლობა მოსმენისთვის, ეს არის mindset მინდია გაბიჩვაძესთან. შემოგვიერთდით, გვისმინეთ YouTube-ზე, გამოგვიწერეთ YouTube-ზე და ყველა სოციალურ მედიაში და იმედი მაქვს,
რომ შემომიერთდები ამ ჩემ 15 წუთიან ინიციატივაში, challenge-ში და 15 წუთი ხვალიდან ან დღეიდან უტელეფონოთ გაძლებ. მადლობა, შემდეგ შეხვედრამდე.